მე არ ვიცი იცით თუ არა ვინ არის ვინმე გიორგი გრძელიშვილი. გიორგი გრძელიშვილი ახლა გავარკვიე ყოფილა თურმე ქართული ოცნების კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი და მანამდე წლების წინ უმუშავია თურმე ჟურნალისტადაც, თუმცა მე პირი რომელიც 1990-91 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში, მცირე გამოკლების გარდა, წელიწადი, 2 წელიწადი მაქსიმუმ არ ვიყავი ამ სფეროში და ვის არ ვიცნობ, აი მისი გვარსახელის თაობაზე არაფერი მსმენია შესაძლოა, ხან ამე განსაკუთრებული კი არ არის, ამაში შეიძლება არც ვიცნობდე, არც იცნობდე, ბევრს არ ვიცნობ, გულახდილად გეტყვით, ახალგაზრდა კაცია, მაგრამ და ამიტომ სწორედაც რომ მაღალი ალბათობით ამიტომ არ დამამახსოვრა თავი კი არაფერი არ ვიცი ამის თაობაზე, ამ კაცის თაობაზე, მაგრამ არც არაფერი არ გაუკეთებია ახალგაზრდობის მიუხედავად ისეთი რომ მისი ან სიუჟეტი, ან სტატია, ან რავის რეპორტაჟი მე დამახსოვრებოდა და მე თქვა რომ აი გიორგი გრძელიშვილი აგე მომავალი ვარსკვლავი, არა მომავალი ვარსკვლავი რომ არ იყო და არ იქნებოდა, აგი ამიტომაც წავიდა სად და წავიდა გაგიგვირდება და ახლა უკვე ქართული ოცნების კომუნიკაციების სამსახურში და ხელმძღვანელიც კი გახდა ამ სტრუქტურისა. ეს გიორგი გრძელიშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრმა კობახიძე იგულისხმება ბანდიტი, გამოხატა ჩვენიო, ნახეთ როგორი ნაცვალსახელია პოლიტიკური გუნდის შეშფოთება, მისი პოლიტიკური მათ შორის შეშფოთება, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის არც შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია. უყურეთ, გიორგი, მოგმართავთ თქვენის ნებართვით. როდესაც წერთ ან ამბობთ ამგვარ რამეს, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანას და მე ამატებთ ამ სიტყვებს მათ შორის შეერთებულ შტატებს თუ ახალ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმიაო, გამოდის უნებურად სინტაქსის ამბავია, მეტი არაფერი, რომ შეერთებულ შტატებს ევროპულ ქვეყანად მიიჩნევთ. რაც მე მინდა გთხოვოთ, რომ აი ვყავთ რედაქტორი თქვენსავე სამსახურში და სტილისტი რედაქტორი, რა ვიცი, უკეთესი მცოდნე ქართულისა და ამგვარი რამ მომავალში აღარ დაწეროთ, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც თქვენ დაუშვით, თქვენ არსობრივად კონცეპტუალურ შეცდობას უშვებთ და ვნებთ საკუთარივე მომავალს. მე საბოლოო ჯამში თქვენზე კი არ ვდარდობ, მაგრამ მინდა ავხსნა, აი რაღაც წუთ ნახევარი ვიქნები თქვენს მიმართ ლოიალურად განწყობილი და დანარჩენი 15-17 თუ 40 წუთი მე საერთოდ არ გახსენებთ, მაგრამ მაინც. მოკლედ ეს გრძელიშვილი ბატონი ამბობს, რომ პარალელურად მზია ამაღლობელი, რომელიც მშავდებულია ძალადობის ფაქტზე, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა, ანუ წუხარებით ამბობს, დანანებით ამბობს ამას გიორგი გრძელიშვილი კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი და ეს ხო მისი სიტყვები არ არის, ეს ხო უკარნახა, კობახიძე იქნება, დიმიტრი სამხარაძე იქნება, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება, პაპუაშვილი მდინარაძე თუ თავარი საბჭოს თუ პოლიცაბჭოს თუ რაღაც საბჭოს ხელმძღვანელი იქნება, ვინც იქნება ხელმძღვანელი თუ გუნდი თუ ჯგუფი თუ ასე შემდეგ. მათ უკარდახეს გიორგი გრძელიშვილს, მათ გადაღუპეს დამატებით, კიდევ ერთხელ დაღუპეს ეს ახალგაზრდა კაცი, გააკეთებინეს რა ეს განცხადება. გიორგი ვერ გაიგებს ამას და არა თუ გიორგი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ვერ გაიგებს, რასაც ახლა ვიტყვი. ის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ოდესღაც 3-4 წლის წინ გვეუბნებოდა, რას ასკდებითო კედელსო, თავითო თქვენ ხო თავი გიტყდებათო და ბიძინა ივანიშვილსაც ვერ გაუგია, რომ ჯერ ერთი შეძახილი ხესახმობს ეს ერთი და მეორე, როდესაც ჩვენ ვასკდებით მყიფე კედელს, ამ კედელს ადრე იქნება თუ გვიან უთუოდ ჩამოვანგრებთ, იმიტომ რომ ეს კედელი, ანუ აშენებული ბიძინა ივანიშვილის მიერ არ არის ურღვევი, ჯერ ურღვევი მონოლითი საერთოდ რა არის, მაგრამ ოკეი, ურღვევი მონოლითი არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის გიბოდიშეbt და ფურთხით აშენებული და ბიძინა ივანიშვილის ფურთხით აშენებული ნებისმიერი მონოლითი ან მონოლითად წოდებული, რასაკვირველია დაინგრევა და მათ შორის დაინგრევა, იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მანამდე ცნობილი იყო, მაგრამ უკვე შემდგომ განსაკუთრებით 5 ოქტომბრის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს ურღვევი, აი თუ ვინმე შეიძლება ან რამეს შეიძლება უწოდოს ურღვევი მონოლითი, სწორედაც რომ ჩვენი საზოგადოებაა და ამ საზოგადოებაში მყოფი ინდივიდები, რომლებიც ჯიუტად გავიდნენ 5 ოქტომბერს და 5 ოქტომბრამდეც გადიოდნენ, რომლებიც 320 დღე იქნება მალე და 365 დღე იქნება მალე, დგანან იქ სადაც ქარიშხალია, რომლებიც ამბობენ, რომ არა, შენ ბიძინა ივანიშვილო ამ ქვეყანას
არ და არასდიდებით არ დაგითმობთ. აი ერთ-ერთი პირი, ვინც არის ურღვევი მონოლითი, არის ზვიად რატიანი, რომელსაც მე ცხადია უდასტურებ პატივისცემას და რომლის სიტყვები, რომელსაც ახლა ჩაგიკითხავთ მე, არის სულის და გულის შემძვრელი გაუგებარი გიორგი გზელიშვილისთვის. დავანებოთ მას დავიხოთ დავპირდით რომ ნახევარი ისაუბრებდით მასზე და არა უმეტეს, არამედ სხვათათვისაც, აი 99 დეპუტატისთვის, სხვებისთვის და სხვებისთვის, თუმცა მე ზვიად რატიანზე, არა მხოლოდ ზვიად რატიანის სიტყვებს ჩაგიკითხავთ ახლა, გასაგებს და ჩვენთვის და გაუგებარს მათთვის, არამედ ცოტა სხვა კონტექსტში ვილაპარაკებთ ფენომენზე, რასაც ზვიად რატიანის ფენომენი ჰქვია, თუმცა კიდევ მერე და მერე სხვა სათქმელიც და სალაპარაკოც მექნება სასამართლო პროცესზე. ზვიად რატიანმა თქვა, მაწუხებდა სინდისი, რომ მეძინა ჩემს საწოლში, ჩემს არასაჭირო ტექსტებზე მუშაობდი. თან ვინ ამბობს ამას, არასაჭირო ტექსტებს რას უწოდებს? ყველა მისი ნაწერი ლექსები ასე მაგალითად არის არათუ არა საჭირო, არამედ უაღრესად საჭირო ქართული საზოგადოებისათვის და ქართული საზოგადოების ისტორიისათვის, საქართველოსთვის უაღრესად საჭიროა, მაგრამ მოკრძალებულობასაც აქვს თავისი მოკრძალებულობას აქვს სწორედაც რომ თავისი ხიბლი, თავმდაბლობა და სწორ სიტყვას, სწორ მომენტუმს წარმოთქვა სწორი სიტყვა აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ნონკონფორმიზმს ჩვენს დროებაში აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და სწორედ ნონკონფორმისტობის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ნონკონფორმისტების ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია სწორედაც რომ ზვიად რატიანი არასაჭირო ტექსტებზე მუშაობდი საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. არა იმიტომ რომ ვინმეზე მეტი ვარ ისევ თავმდაბლობა, არამედ არც საამაყო თვლი ჩემს მიერ გაწნულ სილას მე გაგახსენებთ რომ ის შეგნებულად მივიდა აქციაზე და სილა გააწნა შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ზვიადის სხვა გვარად ამბობს გაწნულ სილას უწოდებს იმას რაც ჩაიდინა მან, რაც გააკეთა მან და მან მიარტყა არა გააწნა სილა პოლიციელად წოდებულ მილიციელს. თვლი რომ ესე იგი არც საამაყოდ თვლი ჩემს მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოც, არც დანაშაულად. სილას ქართულობას მოარგო შესაბამისი სიტყვა გაწვნა, ამას ამბობს ზვიადი. სილის გარტყმა უგემოვნო ქართულია. ეს გადახვევისთვის მზია ამაღლობელიო მე ამბობს ზვიად რატიანი, მებრძოლი პრინციპული დამსახურებული ადამიანი შეურაცხყვეს და ამცირეს და ამის შემდეგ მან ღირსება შელახულმა სილა გააწნა მოძალადეს. ამის შემდეგ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ კალის რიტუალურ მკვლელობას და არა მხოლოდ ამ კალისა უმატებს და უმატებს სინდისსა და პოლიტპატიმრებს ქართული რუსული ოცნება საპატიმროებში ამწყდებს და ამწყდებს, არ ვიცი ახლა უკვე მოთვლაც კი მიჭვის დაახლოებით 100 სინდისისა და პოლიტპატიმარი გვყავს ჩვენ თუ მეტი არა და ეს ამ ყველა სინდისისა და პოლიტპატიმრის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი, რეპრესიები არის მათი ამ ინდივიდების რიტუალური მკვლელობა და რიტუალური მკვლელობებს ეს ხელისუფლება ბანდა რა საკვირველი კი არა ჩანს მომავალში ჩაიდენს, არ ვიცი აპატიმრებული იქნება დაახლოებით 100 კიდევ 200, 300, 500, 700 მოქალაქე, მაგრამ როცა იქნება და ის კედელი რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ბიძინა ივანიშვილი, რა საკვირველია რომ მისი კედელი, მისი ფურთხით ნაშენები კედელი, რა საკვირველია როცა იქნება და ჩამოინგრევა ზვიად რატიანი კი აგრძელებს ასე ნინო დათაშვილიო ამბობს ზვიადი, აი ამ ბიჭებისო და მე ხელს იშვერს პოლიციელად წოდებული მილიციელებისკენ, ანუ სამართალდამცა ვებისკენ კოლეგე მან ამათვეო არ ვიცი ვერ ვცნობ ათრიეს და ამცირეს და ნინო დათაშვილი ათრიეს და ამცირეს ქალი ათრიეს და ამცირეს მოქალაქე ათრიეს და ამცირეს დედა უტირეს მოდის ვიხდი ნინოსთან უშუალოდ და მას შემდეგ რაც მან თავის დაცვას სცადა დააპატიმრეს ფსიქიატრიულში გადაყვანა მოუნდომეს. მზია ამაღლობელზე წერილის დაწერა მთხოვა ბათუმელებმაო ასე აგრძელებს ზვიად რატიანი დიდი პოეტი და მე გეტყვით რომ ის არა მხოლოდ დიდი პოეტი, არამედ დიდი მოქალაქეც არის და 100 წლის წინანდელ ამბებს გავიხსენებ თქვენის ნებართვით, ოღონდ ძალიან ფაქიზად, ძალიან ვეცდები ოსტატურად მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა შესაძლოა ალბათ არც გამომივა, მოკლედ ისეთი მინიშნებები მექნება, რომლებსაც ბევრი გაშიფრავს და ვინც იცის ხო ის კი ჩემზე უფრო თამამი იქნება, ხოლო ვინც არ იცის იმ ამბების ნაწილის საუბაზე, ის კი
ის კი მიხვდება ან ჩახვდება მაღალი ალბათობით. მზია ამაღლებელზე წერილის დაწერა მთხოვა ბათუმელებმაო, ჩემი პატივისცემა ბათუმელებს ყველას უკლებლივ დავწერე, ჩავეტიე დროში, კმაყოფილი ვიყავი, აივანზე გავედი და უეცრად ძალიან ცუდად ვიგზენი თავი, ამბობს ზვიადი, რომ მე კმაყოფილი ვიყავი, იმით რომ ტექსტი დავწერე, რომ მერე ავდგებოდი და ვაჟკაცურად ჭყალებში გავიდოდი რუსთაველზე. და ეს იქნებოდა ჩემი მაქსიმუმი თქვას და ამას ამბობს ზვიად გატიანი, რომელიც ამბობს ასევე, რა არის კანონი და ამაზეც მინდა ვთქვათ, ალბათ ორი სიტყვა, საჯარო სივრცეში რომ დავაცემინო, მით უმეტეს ხმაურიანად არ შეიძლება და ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო კანონი, უსიამოვნო, მაგრამ თუ კანონი იტყვის, რომ ამისათვის ნესტოები უნდა ამეხიოს, ამეხეს, ის აღარ იქნება კანონი. ამაზეც ორი სიტყვა ოღონდ მოგვიანებით. ახლა მიუბრუნდები არა იმდენად გრძელიშვილს, გრძელიშვილი იქით იყოს და მასზე წუთ ნახევარი, 2 წუთი, 2 წუთ ნახევარი უნდა დახარჯო კობახიძეზე 5 წუთ ნახევარი და ბიზნე ივანიშვილზე 7 წუთ ნახევარი. არამედ მოგიბრუნდებით თქვენ, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერაც ირხევით ვითარცა ლერწამნი ქართა განძლიერთა, ანუ არც იქით ახართ, არც აქეთ, ხო არც მიწისა ხართ, არც ცისასო და სხვა კონტექსტში აქ ნათქვამი ეს დიდ ქართველს, მაგრამ ნახეთ როგორ გეტყვით, მე მინდა გაიგოთ, რომ ახლა უკვე პოზიციის არ დაფიქსირება, დუმილი, დადუმება, გაჩუმება, მართლა ერთგვარი გაправებაა, ქართული რუსული ამცდელობაა გაправებისა, ქართული რუსული ოცნების გაправებისა და რაც შეეხება ზვიად რატიანი კონკრეტულად, მზია ამაღლობელი და სხვები დაამარცხ, უტეხობა დაამარცხებს ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც აკი გითხარით თავის დროზე თქვა, რომ მონოლითს ნუ გვირტყავთ თავს, ნუ ურტყავთ თავს, ურტყამთ თავს კედელს, იმიტომ რომ თქვენ გაგიტყდებათ თავიო და ვინ გაგიტყდება და ვინ ჩამოტყდება, ამას ვნახავთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ცოტა აღმოჩნდა, რომ ცოტაზე მეტად რასაკვირველია, კარგი კონოტაციით რასაკვირველია ქართველი ხალხი და მისი ინდივიდები აღმოჩნდნენ ასე უნდა ვთქვა, შეშლილები, ანუ არასტანდარტულები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გავცვლით ცალსაკლდეებს, ხო, ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს და ეხლა ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი, არა ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი, რაც შეეხება ზვიად რატიანს, რატომ არის ის დიდი პოეტი, იმიტომ რომ რასაკვირველია, მას აქვს ერთმანეთზე უკეთესი ლექსი და დარწმუნებული ვარ, ახლა თუ შესაძლებლობა აქვს ის საპატიმროში მყოფი დღესაც ქმნის ერთმანეთზე უკეთეს ლექსებს. ერთი ჩვენ გვყავდა ერთი უდიდესი, უზარმაზარი მსოფლიო მასშტაბის პოეტი, მე-20 საუკუნეს გულისხმობ, თუმცა მანამდეც გვყავდა ხო, ზვიად რატიანი, რაღაცა მანამდეც გვყავდა მეთქი, მე უნდა გავიხსენო ავთანდილი, აი მანამდე დიდი პოეტისა, მსოფლიო ასევე მასშტაბის პოეტისა, რუსთველისა, ავთანდილი, მე უნდა გავიხსენო ფარიდონი, ზვიად რატიანი განასახიერებს სწორედ ავთანდილს, ფარიდონს. გია მურღულიას ვიდეოები მხდება ხოლმე Facebook-ზე სკროლვისას, გია მურღულიამ რასაკვირველია იცის ვეფხისტყაოსანი, ვასილ მაღლაფერიძემ იცის, ლევან გიგინეიშვილმა იცის, სხვებმა და სხვებმა, ზაზა შათინიშვილმა იცის თუ არა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ სხვა, ესე იგი 3 თუ 4 პირი დავასახელე, სხვა მეხუთე არ მახსენდება მათი მომხრეებიდან, რომელიც ან ინტელექტუალი, ან ინტელექტუალობაზე პრეტენზია აქვს, არ მახსენდება, მაგრამ სგია მრღულიამ, რომელიც რაღაცის აზროვნების, არა შეიძლება ვწდები, რაღაცის აკადემიაში სალექციო კურსზე, საკუთარ სალექციო კურსზე იწვევს სტუდენტ ახალგაზრდობას ან მოსწავლე ახალგაზრდობას და ასე შემდეგ, იცის ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ის ვერ ესაუბრება ვეფხისტყაოსანზე პირებს, ვერ გაესაუბრება, იმიტომ რომ ზვიად რატიანისკენ კი არ არის მოცემულ ეტაპზე და საერთოდაც არამედ აღარ ვახსენოთ ის პრესსამსახურის თუ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ვინმე გიორგი, არამედ არის კობახიზისკენ, რომელმაც გია მრღულიამ არ იცის კი არა, ვერ ხვდება, რას ამბობს ამით ზვიად რატიანი, ვერ ხვდება, რომ ეს, რასაც ეს აკეთებს ხო ზვიად რატიანი, ამ ტექსტით, ამ სიტყვით, ამ სიტყვას რო წარმოთქვამს, ეს არის ავთანდილობა და ეს არის თანადგომა მეგობრისას. გია მრღულია უკეთესად არა, გია მრღულია ითქვის, წაიკითხეთ ბავშვებო ავთანდილის ანდერძიო, რაღაცა ავთანდილი ვახსენე, მაგრამ ამავე ანდერძში არსებულ სიტყვებს თუ საწურთო მან დამამხოს არ განუმარტავს, არ ჩაუშლის
სტუდენტს თუ მოსწავლე ახალგაზრდობას მურღულიაზე კი არ გამექცა ახლა სიტყვა მაინც და მაინც უბრალოდ მინდა ავხსნა რომ ზვიად რატიანი არის დიდი პოეტი ჩვენ გვყავდა ერთი უზარმაზარი პოეტი მე-20 საუკუნეში გალაქტიონ ტაბიძე სხვები იყვნენ პოეტები და ხშირ შემთხვევაში ეს ისტორიის დაფარული ფრჩხილებში ჩასმული ან დაფარული უფრო ზუსტი რომ იყო დეტალებია, მაგრამ ჩვენ არ გვყავდნენ საუკეთესო მოქალაქე პოეტები, რომლებმაც მიზესთა გამო და ოდესმე ალბათ ილაპარაკებს ამაზე ისტორია და ისტორიკოსები, ილაპარაკებენ გახსნიან ამ ფრჩხილებს, ასე ვიტყვი, ახსნიან ამ ტაბუს, ასე ვიტყვი, იმხანად კარგი 30-იან წლებში კარგი მოქალაქეობა სულაც არ გამოავლინეს თუ გამოიჩინეს, ფეხის წვერებზე გვარების დაუსახელებლად, ფეხის წვერებზე ენახებოდნენ ხოლმე ლავრენტი ბერიას ზუსტად მაშინ, როდესაც მათი მეგობარი, მათი თანამებრძოლი, თანა უქიმერიონელი, ასე ვიტყვი, ხო? და ეს რას ნიშნავს უქიმერიონი რას ნიშნავს ეს ცალკე თავად ნახეთ, თავად დასერჩეთ, თავად დაგუგლეთ, ხო? თანა უქიმერიონელები იმხანად უკვე სასახლეში იწვენ და თვითმკვლელები იყვნენ იყვნენ თვითმკვლელნი ლავრენტი ბერიას ენახებოდნენ და კიდე უამრავი ისტორია, აი ზვიად რატიანი მათგან განსხვავებით კი არ ვადარებ, გულახდილად გეტყვით, ხო? მაგრამ ზვიად რატიანი რომელსაც ასევე აქვს გენიალური ლექსები და იმ პოეტებსაც ჰქონდათ კარგი ლექსები და ზვიადსაც აქვს კარგი ლექსები, ხო, ზვიად რატიანი ასეთი ან ისეთი უფრო ზუსტი რომ ვიყო არ აღმოჩნდა და აკი ამიტომაც თქვა ის რაც თქვა, მიგრძენი თავი რომ მეკმაყოფილი ვიყავი იმით რომ ტექსტი დავწერე, რომ მე ავდგებოდი და ვაჟკაცურად გავიდოდი რუსთაველზე ამას ამბობს ზვიად რატიანი კი არ ვადარებ, კი არ ვაჯიბრებ, უფრო ზუსტი რომ ვიყო, მაგრამ დაფასება აუცილებლად გარდაულად აუცილებელია კონკრეტული სამაგალითო პირებისა და ზვიად რატიანი ასაკვირველი არის სამაგალითო პირი. აქვე გეტყვით რომ მე გითხარით რომ ყურადღებას გავამახვილებ კანონის დარღვევაზე, მეთქი კანონის დარღვევის აუცილებლობაზე, ეს ალბათ საკვანძო სიტყვებია, რომლებიც უნდა წარმოვთქვა დღეს კანონი დასარღვევია, ბატონებო, მეგობრებო, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, კანონი, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს, ზღუდავს საზოგადოებას, ზღუდავს ინდივიდს, არ ემსახურება სახელმწიფოს, საზოგადოებას და ინდივიდს, საზოგადოების, სახელმწიფოს და ინდივიდის წინააღმდეგ, მათი თავისუფლებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონი არის უკანონო კანონი. ერთ დღეს შეიძლება ქართულმა, რუსულმა ოცნებამ მოიგონოს, რომ მაგალითად ვლაპარაკობ, ხო? ამის რა უტყვილებას არ გამომდის სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წარმოებად კანონში ჩაწეროს. ნაციონალურ მოძრაობას ვინც მისცა ხმა, ისინი რაღაც მაღაზიაში არ უნდა შედიოდნენ სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. ეს ხო უკანონო იქნება, რაღაც საბუთი რომ მოიგონოს და საბუთი რომ აჩვენებინოს ყოველი მეორე დარაჯისათვის, რომელსაც ჩააყენებს ამა თუ იმ მაღაზიასთან. ეს ხო უკანონო კანონი იქნება და ცხადია უნდა დაარღვიო ნებისმიერი სეგრეგაციაზე მიმართული სეგრეგაციისთვის შექმნილი კანონი არის დასარღვევი და ამიტომაც უბედნიერესი ვიყავი მე და ალბათ თქვენც, როდესაც მიუხედავად მოწოდებისა, მიუხედავად მცდელობისა, რომ 5 ოქტომბერს აღარ გამართულიყო აღარანაირი აქცია, მიუხედავად ანონსისა, რომ ყველა სხვა აქციას აღმოფხრვიდა და ამოშანთავდა ქართული რუსული ოცნება და ეს სწორედ პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ბრძანად თქვა, 5 ოქტომბერს გავიდნენ მოქალაქეები და 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვეს. 4 ოქტომბერზე მნიშვნელოვანი იყო მეთქი რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ და უბრალოდ თუ დამიჯეროთ. 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე, მარცხიანი, არამარცხიანი, იმის ბრალია, მაგრამ 5 ოქტომბერი ვინიც ის და იქნება უფრო მნიშვნელოვანი დღეს კი, იმიტომ რომ საზოგადოებამ თქვა, მე არაზდიდებით არ შეგეპუები შენ, არ შეგირიგდები შენ. რაც შეეხება ქართულ რუსულ ოცნებას, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ თუ არ ვცდები 300,000 კაცზე გათვლილი საპატიმრო ციხე მან უკვე ააშენა. 3,000 კაცს დაიჭერს, უთუოდ გამოვა 3,000 მეერთე, 5,000 დაიჭერს, უთუოდ გამოვა 5,000 მეორე და ასე შემდეგ და არც არაფერი ქართულ ოცნებას გლობალური თვალსაზრისითაც, გლობალური კონტექსტის გათვალისწინებითაც არც არაფერი მას არ უშველის, რაც არ უნდა
ეხლა მცდელობა აქვს რომ ამდენადაც ვიცი რომ ღარიბაშვილი შემოიყვანონ მესამედ ღარიბაშვილის მესამედ მოსვლა დაარქვან და ოღონდ ოპოზიციაში იყოს ირაკლი კობახიძისა იმის გათვალისწინებით რომ პარტიებს გააუქმებენ რაც არ უნდა ეს გააკეთონ სხვა ნაბიჯები გადადგან ადამიანები დააპატიმრონ ბიზინა ივანიშვილის დანაოჭებულ ტვინში ხო მოიხარშოს ესა თუ ის კომბინაცია თუ შმამბინაცია ხო ისინი ქართულ საზოგადოებას იმიტომ კი არა რომ ქართული საზოგადოება ბელარუსულს ერთ-ერთი უკეთესია მეთქი გიბობოდიშებ ყველა იმიტომ რომ ბელარუსელს ხო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყუჟებით სამზარეულოებში ეს რომ ვიცოდეთ დიახ ბიზინა ივანიშვილი ამ პროცესს აგებს და ეს ძალიან მარცხდება ამ პროცესში მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აი რა გვინდა ხო საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა გამარჯვება არა ზეგ და მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ ჩვენ გვინდა გამარჯვება ხვალ არა გუშინ გვინდა გამარჯვება მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ ჩვენ დიდი დრო არ აქვს თუმცა პირები რომლებიც არგუმენტად მახვედრებენ რომ ეს არის მარათონი ან მოკლევადიანი მოკლე დისტანციაზე მარათონი ხო საშუალო დისტანციაზე მათი არგუმენტების განა დამაჯერებელი არ არის დამაჯერებელია მე მართლა მეჩქარება იმიტომ კი რაღაცა ხვალ ხეშად ფეხებს გავშეკ ხო არა მე მინდა რომ რაც მალე დავამთავრებთ მოვამრგვალებთ ბიზინა ივანიშვილს მით მალე დავიწყებთ უმტკივნეულეს მოდი ასე ვიტყვი უმძაფრეს და უძლიერეს რეფორმებს რომელიც მისხიპავს ოღონდ სამართლიანად უკლებლივ ყველას ვინც მისასხებია აი ამ გრძელი შულცას ისევ შემომახსენდა ეს კაცი რომელმაც საკუთარ თავთან დაუშვა კომპრომისი კონფორმიზმი ასე ვიტყვი და მის ნაჩალნიკობას ხომ მისხიპავს და მისხიპავს რასაკვირველია სამართლის უმაღლესი სტანდარტით და ასე შემდეგ მაგრამ სამართლის უმაღლესი სტანდარტით რომ არ მიუყენო გიორგი გრძელიშვილს რომელმაც შეიძლება მოგიკაკუნოს პირობითად 2027 წელს და 1200 ლარი 1300 ლარი არის სამსახური გთხოვოს და როცა CV-ს ჩახედავ და ნახავ რომ გიორგი გრძელიშვილი იყო პრემიერ-მინისტრის კი არა ქართული ოცნების კომუნიკაციების სამსახურის უფროსი და უფროსი ყოველ შემთხვევაში მე მას უკან რასაკვირველია მედიაში მე რომ მომიკაკუნოს ხო რაღაც იმ სამსახურს რომელშიც მე ვმუშაობ და სიტყვა მეთქმის რასაკვირველია უკან არ მივიღებს სულ რომ არ იყოს ის სისხლის სამართლის დანაშაულში ხილებული თუ ჭავლდადებული თუ ბრალდადებული თუ ბრალდასადები დიახ ბიზინა ივანიშვილმა გარყავნა უკლებლივ ყველა გააფუჭა უკლებლივ ყველა ვინც მასთან გარკვეული ურთიერთობა სცადა მაგრამ ვერ გაუგია ბიზინა ივანიშვილს და ეხლა ეს უცნაურ რამეს ვიტყვი რომ შეერთებულ შტატებში მწიფდება გადაწყვეტილებები მის წინააღმდეგ იმიტომ რომ წარმოუდგენელზე წარმოუდგენელია რომ აი ამ გლობალური ცვლილებების პირობებში და ფონზე საქართველოს დატოვონ აი ამგვარ ბიზნესთან სივრცეთ რომელშიც უსამართლობა ყვავის და ჩქებს რომელშიც ადამიანების მიმართ იყერებენ ჩაგვრას ჩაგრავენ ადამიანებს შანტაჟებენ აბულინგებენ რეპრესიებს მიმართავენ ადამიანების მოქალაქეების თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ და კი ტრამპის ადმინისტრაციისათვის თითქოს მეხუთე ხარისხოვანია დემოკრატია ან მეშვიდე ხარისხოვანია ლიბერალური დემოკრატია როგორც ასეთი მაგრამ ასე არ არის ჯერ ერთი თვლად იმიტომ რომ ამერიკას მაინც მართავს ინსტიტუციები დაფუძნებული დემოკრატიაზე და ასევე ეს არ მხოლოდ ანტიამერიკული ანტიდემოკრატიული ხელისუფლება არ არის ბიზინა ივანიშვილის ბანდა ეს არის ანტიამერიკული ხელისუფლება რომელიც ბედავს და ამბობს რომ მათ შორის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია ის ძალადობა რომელიც თბილისში იყო რა მნიშვნელობა აქვს იმიტომ არ დაუგმია უბრალოდ მნიშვნელობა აქვს მაგრამ იმიტომ არ დაუგმია ამ კაცს ამ კაცის გვარს აღარ გიხსენებთ ახლა იმიტომ არ დაუგმია ჩემო მეგობრებო თუ მაინც და მაინც ამაზე სწუხართ რომ ამ ხელისუფლებას როგორც ასეც არ სწორედ წარმოუდგენთ აფიქრდით აბა სომხეთის ლიდერთან ურთიერთობა, ბელარუსის ლიდერთანაც ურთიერთობა აქვს, აზერბაიჯანის ლიდერთან, ცენტრალური აზიის ყველა ხუთივე სახელმწიფოს ლიდერთან ურთიერთობა აქვს, თურქეთთან, დემოკრატიასთან ერთგვარად ცხრალ სახელმწიფოებს, ცხრალად მყოფ სახელმწიფოთა ლიდერებთან აქვს პრეტენზიები კი არა ურთიერთობა და აი ბიზინა ივანიშვილი ამოჩებებული ყავთ მართლა გონიათ რომ ამ ქართულ ოცნებას თუ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ბიზინა ივანიშვილი
მაღალთაში ნაღმერთის მიერ წარმოგზავნილი პირია და აი აქედან ასე გონიათ და აქედან გამომდინარე ევრძის მას მასონურ სატანისტური ჯგუფები სოფლიოს მასშტაბით, რაც სასაკვირველია, სიგიჟია ფურთხით აშენებულია ბიზიდა ივანიშვილის მონოლითი და წერაქვით იქნება თუ თავით იქნება თუ გნებავთ ასე იტყვი, ხო მოკლედ შეძახილით პირველ ყოვლისა რასაკვირველია ის დაინგრევა და არც მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ბრძოლებში ივანიშვილმა ბრუსმა მოიპოვა გამარჯვებები, ხო მიუხედავად ამისა ეს დიდხნიანი ლოდინი ჩვენ საამისოდ ამ შედეგამდე არ მოგვიწევს და კიდევ ერთი დეტალი და ამთავრად პრინციპში ვინ ჩაარტყავს და ესე სათაურიც იყოს თუ გნებავთ ვინ ჩაარტყავს ზურგში ბიზინა ივანიშვილს დანას მე გეტყვით რომ არც ერთი ჩვენგანი აი ეს ვიადრატიანს დანა რომ მისცე ის არ ჩაარტყავს ბიზინა ივანიშვილს ზურგში დანას თუ ვინმე ჩაარტყავს სწორედ მისიანები არიან არა ისინი ვინც ჩაჰყვება მას საფლავში ზუსტად ისე როგორც გებელსი ჩაჰყვალა მის პირდაპირიდან გადატანის მნიშვნელობით ჰიტლერს საფლავში ხო არა ასე არამედ სხვები აი რიგითები რომლებიც მიუტრიალდებიან ბიზინა ივანიშვილს და ეტყვიან კი მაგრამ რას გვაჩხუბე თუ შენ ასე მარცხდებოდი და ბიზინა ივანიშვილი რომ მარცხდება ეს ფაქტია და დანის ზურგში ჩამტყმელები იქნებიან სწორედაც რომ რიგითი სიძულვილის ჯგუფების რიგითი წარმომადგენლები გამოკვებილნი ბიზინა ივანიშვილის მიერ აქამდე და ამითაც დაღუპა ბიზინა ივანიშვილმა ეს საზოგადოება და უზარმაზარი ტრავმების მიუხედავად ჩვენ მოგვიწევს ამ ქვეყნის ხელახლა აშენება მესამე რესპუბლიკის დაფუძნება. ნახვამდის.